მოგესალმებით უხეშო ტელემაყურებლებო, დღემშვიდობისა, დღეს კინოს დღე გვაქვს. შეგახსენებთ, რომ ეკეტივს უყურებთ, ამ გადაცემას კი სახელად შუადღე ქუთაისში ეწოდება, რომლის მიზნები ოდითგანვე და საწყისებშივე სიკეთეს ემსახურებოდა და ვგონებ, რომ ამგვარი მოტივებით ვაგრძელებთ გადაცემას. ზალ ხონელიძეს მასპინძლობ, პატივია ისევ და ისევ იყოს ჩემი სტუმარი და ფილმი უნდა წარმოგვიდგინოს, რომელიც მის პირად ანგარიშია და საინტერესოა, რაოდენ დიდ და შთამბეჭდავ პრეზენტაციას მოახდენს. გამარჯობა ზალ, როგორ ხართ? გამარჯობას მოგიწვით, კარგად, თქვენ როგორ გძანდებით? ეს მითხარით ახლა და მე გეტყვით. ვცდილობ ყოველ შემთხვევაში ვიყო კარგად და ალბათ ეს მცდელობაც ერთგვარად ნახევრად გაკეთებულ საქმედ შეიძლება ჩავთვალო და ჩემს მდგომარეობაზე მოკეთ ყურის დასაგდებად რომ არ გავიმატო ჩვენი ტელემაყურებლები, მოდი ფილმზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ფილმია ჩემ თვალში დანახული და ესეთი აღქმული, ალბათ არავის არ უსურებ ისეთ ბუნდოვანებაში მოხვედრას, როგორც ტომ კრუზის ქმნით ჩავარდა და აღმოჩნდა. რა ფილმზეა საუბარი, მითხარი? ეს არის ფილმი მომავლის ზღვარზე, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს და ძირითადად იმიტომ ფასობს ეს ფილმი, რომ ადამიანს ყოველ რთულ მომენტში აქვს ხოლმე სურვილი იმისა, რომ ყველაფერი დაიწყოს თავიდან და უფრო კარგად მისი აზრით, ადამიანის აზრით, უფრო კარგად გაუმკლავდეს და წარმოაჩინოს ის პრობლემები და უფრო კარგად გაიაზროს ეს ყველაფერი და ყველაფერი უფრო უკეთესად იყოს მომავალში. ამიტომ ალბათ ეს ყველაფერიც მოეწონა მოსახლეობას და თვითონ მაყურებელს და იმიტომაც მიენიჭა ამ ხელა რეიტინგი. ცოტა რთული ფილმი არის გასაგებად. ხო, და მე მიყვარს ახლა რანაირად შეიძლება ეს ფილმი ნახოს თქვას 12 წლის მოზარდმა, 10 წლის მოზარდმა და ესე გაიგოს ისე როგორც არის რეჟისორის ჩანაფიქრი. ან საერთოდ შესაძლოა რეჟისორებიც სადაც ერთგვარი სხვა ჩანაფიქრი ჰქონდეს, მაგრამ გამოხმაურებების შემდგომ მიხვდეს რომ სხვა რელსებზეა ფილმი. ისე საინტერესო იქნებოდა რა პუმბერეს რეჟისორებთან. გეტყვით რომ პოპულარულია მსგავსი ჟანრის ფილმები ბავშვებში, რადგან ისინი სულ მუდამ კითხულობენ. არსებობს თუ არა ცივილიზაცია დედამიწის გარეთ, სხვა პლანეტებზე არსებობს თუ არა ცივილიზაცია და დღევანდელი დაკვირვებების შედეგად და იმ მეცნიერების ვარაუდების შედეგად წმუნდებიან, რომ რაღაც შეიძლება არსებობდეს ჩვენ სამყაროს გარეთ. ამიტომ გეტყვით, რომ მოზარდებში განსაკუთრებით პოპულარულია დამოკიდებულება. ეს ფილმი 2014 წლის ფილმია, დღეს კიდევ უფრო პოპულარულია, რომ მარსზე მაგალითად შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს და ყოველ შემთხვევაში თუ ადამიანი მოინდომებს იმ პლანეტაზე გადასახლდნენ და თუ დედამიწაზე ვერ დავეტევით ეს დალოცვილი ადამიანები, იქ ვიცხოვრებთ და სხვადასხვა ალტერნატივებს გვთავაზობენ და ეს მოწონთ ახალგაზრდებს. ბატონო ზალ, გავკადნერდები და დაგეკითხებით, თქვენ რამდენად გწამს, რომ ჩვენს მიღება სადღაცან შეიძლება აქვე და ჩვენ ვერ ვხედავთ არსებობს უცხო ცივილიზაცია და თუ კი აი ესეთ წარიმართება ჩვენი ყოფა-ცხოვრება და ალტერნატივა გექნებათ მარსზე და იცხოვროთ თუ დედამიწაზე და ჩემი სტუმარი იყო, რომელს აირჩევდი? მე გეტყვით, რომ ზოგადად არათუ დედამიწის ქუთაისის დატოვებაც არ მსურს ხოლმე ხშირ შემთხვევაში და იშვიათად რომ სადმე წავიდე, მაგრამ ფიქრობ, რომ მაინც ვარაუდის დონეზე არსებობს მოსაზრება და მეც რაღაცაირად გონია, რომ რაღაც არსებები ადამიანის მსგავსნი, ან არა მსგავსნი, სადღაც მაინც იარსებებენ. მე ღრმად მწამს ამის. რატო არ ვიცი, მაგრამ ჩვენზე მეტად განვითარებულები შეიძლება იყვნენ ინდიაში, თუ რა გქონდა, მაგრამ უბრალოდ ფიქრობ ხოლმე, რომ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი ყველაზე შეუცნობელი არსებაა, ამის ირგვლივ, როდესაც მომეძალება აზრები, ფიქრობ, რომ რაღაც მსგავსი არსებები შეიძლება სადღაც არსებობდნენ. თუმცა მიეკუთვნებით იმ ადამიანების ჩამონათვალს და ხართ იმ ადამიანების რიგში, ვინც მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ვერანაირი ხელოვნური ინტელექტი და ვერანაირი, ასე რომ ვთქვათ, სხვა ცივილიზაცია ვერ ჩაგვანაცვლებს თუ იმდენად ეგოისტი ხარ და გიყვარს საკუთარი თავი, რომ ვერც კი უშვებ გონებაში, რომ შეიძლება თავის სიყვარულს ვერ დავარქვევ ამას, იმიტომ რომ ყველაფერი, რაზე ჩვენ ვსაუბრობთ ახლა, რასაც ვახსენებთ, ვამბობთ, რომ ადამიანმა შექმნა და ის, რასაც ადამიანი ქმნის, მაინც მოწყვლადია და ადამიანის მიერ შეიძლება იყოს გაუმჯობესებული ან განადგურებული. ამიტომ მგონია, რომ ადამიანზე უკეთესი არსება ვერ შეიქმნება ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და ვერაფერი ადამიანს ვერ შეგვიცვლის, რაოდენ დიდი
შესაძლებლობების მქონე რობოტები თუ მანქანები თუ მონიტორები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ შევქმნათ და ჰოლოგრამები, ამიტომ ადამიანი არის ჩემის აზრით ყველაზე უნიკალური ქმნილება, რომელიც სამყაროს მოევლინა და სანამ ადამიანები არსებობენ, აი ამ არსებას ვერავინ შეჯიბრება პოპულარობაში და შემდეგ უკვე ვნახოთ. კეთილი, მოდი გადავიდეთ ახლა ფილმის სიუჟეტზე, როგორც ვთქვით, იოლად აღსაქმელი ფილმი არ არის და ვისაც უნდა რომ ფილმის ესეც მთავარ დედარს ჩაწვდეს, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს პლანშეტებიდან, ანუ სხვა საქმე არ უნდა გააკეთოს მოკლედ, რა, სრული კონცენტრაცია უნდა იყოს ფილმის წინააღმდეგ შემთხვევაში ზედმეტად დაიგნება და სიამოვნებას ვერ მიიღებს. თან მონაწილეობს მრავალი ქალის გულთამყრობელი მსახიობის, ნიჭიერიც მათ შორის ტომ კრუზი, რომელიც რამდენად შედის თქვენ საყვარელი მსახიობების ჩამონათვალში, ეს ნამდვილად არ ვიცი. კი, ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი არის კიანუ რივზთან ერთად თანამედროვეობაში ყოველ შემთხვევაში, ვინც იმსახურებს მოსახლეობის დიდ ყურადღებას და მათი კეთილგონიერებიდან გამომდინარე, ალბათ ადამიანების სიყვარულით დაიმსახურებს თავის პროფესიონალიზმთან ერთად. დავიწყოთ, მოდი აი ამ ფილმზე საუბარი და იმ პერსონაჟებზე და მსახიობებზე, რომლებიც აი ამ ფილმში მონაწილეობენ. ძალიან კარგი მსახიობები არიან ორივე და სხვა დანარჩენი მსახიობებიც, ბრენდან გლისონი, ტომ კრუზი, ემილი ბლანტი და სხვა ცნობილი მსახიობები კიდე მოღვაწეობენ აი ამ ფილმში. ვიტყვი, რომ კარგი ჯგუფია შეკრებილი და როდესაც დავიწყე ამ ფილმის ყურება და დავინახე ის სიუჟეტი, რომ ერთი და იგივე ეპიზოდის მრავალჯერ გადათამაშება შეიძლება მოხდარიყო, სხვა ფილმებზე ალუზია გამიჩნდა, მაგალითად ვირზაზუნას დღე და მსგავსი ფილმები, როდესაც ამა თუ იმ სიტუაციების გამეორება ხდება. თუმცა ახლა ამ შემთხვევაში ეს არის ფილმი, როდესაც დედამიწას განადგურება ემუქრება და ვერ ვიტყვით, რომ თლად ფანტასტიკაშიც ვართ გადაჭრილი აი ამ ფილმზე თუ ვისაუბრებთ, ხოლოდ რადგან იმ დემონების სახით, რომელიც დედამიწას ესხმის თავს, შეგვიძლია ბუნებრივი მოვლენები აღვიქვათ. აი ყოველდღიურად, როდესაც ხედავთ, რომ ან წყალდიდობა, ან მეწყერი, ან რაღაც ცუდი ხდება ირგვლივ, ამ დემონებს ხედავ მე აი ამ ალფა და ომეგას ხედავ ყველაფერში. ალფა და ომეგას, რომელიც ისევ ადამიანების უგუნურებით არის შექმნილი. თუმცა შეიძლება უცხოპლანეტელები ადამიანების წარმოსახვის დაყოფით იყოს, მაგრამ ის რაც ხდება ჩვენს პლანეტაზე, ფაქტია რომ ადამიანებისგან არის ეს ყველაფერი გამოწვეული და ალბათ სიხარბე უნდა დავარქვათ იმ ყველაფერს და უგუნურება, რის გამოც ყველაფერი ხდება. აი მაგალითად მეწყერი იქნება, წყალდიდობა თუ სხვა რა. ხო, ეს ბუნების კანონებში ჩარევა ძვირად გვიჯდება ხოლმე, ამას ბევრი მაგალითი და წარსულის დაშვებული შეცდომებიც გვახსენებს, მაგრამ სამწუხაროდ უკუას ნაკლებად ვწავლობთ ხოლმე ადამიანები. მოდი გადავიდეთ ახლა ფილმის პირველ სცენაზე, სცენა და როგორ აღმოჩნდება, საერთოდ ვინ არის ტომ კრუზის პერსონაჟი და სად აღმოჩნდება? ტომ კრუზის პერსონაჟი, როგორც თვითონ ამბობს, არის სამხედრო პროპაგანდისტი, რომელიც გარკვეულ ჩინს ფლობს, მაგრამ უშუალოდ სამხედრო მოქმედებებში არ არის ჩართული და აღმოჩნდება ადამიანთან, რომელიც რეალურად სამხედრო მოქმედებების წინახაზე აგზავნის იმ ადამიანებს, ვინც უნდა გადაარჩინოს დედამიწა. დედამიწა ვისგან უნდა გადავარჩინოთ, მაღალი ტექნოლოგიების საშუალებით ჩვენ უნდა გავანადგუროთ ის ალფა და ომეგა და სხვა დემონები, რომლებიც დედამიწას შემოესივნენ. რო გითხრათ სიმართლე, ეს სფერო და ეს ჟანრი არ არის ჩემთვის საყვარელი ჟანრი, მაგრამ როგორც აღვნიშნე, იმსახურებს ყურადღებას იმ კუთხით, რომ თუნდაც ეს დემონები სხვაგვარად აღვიქვათ და კრიტიკის თვალით შევხედოთ სამყაროს, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის. და წარმოვიდგინოთ ის, რომ ტომ კრუზ ადამიანს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ბრძოლასთან და სამხედრო მოქმედებებთან, აგზავნიან იქ, სადაც ვისი ადგილი არ არის. კარგი, რატო გაიმეტა, როგორ ფიქრობ, თუ რაიმე პოტენციალი იცოდა, თუ წინასწარ რაღაცეები აქაც ნანახი ქონდათ, ანუ რატო გარისკა, რას ერჩოდა მოკეთ ტომ კრუზი? როგორც იქ ჩანს
უბრალოდ ხდება რეკრუტირება, ყველა ადამიანის გაწვევა და მეტნაკლებად ყველა ადამიანის ჩართვა ხდება აი ამ სამხედრო მოქმედებებში, რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს სამხედრო მოქმედებები. მე მგონია, რომ აქ რაღაც მნიშვნელოვანი არ ხდება, რომ ტომ კრუზი მაინც და მაინც უნდა ყოფილიყო იქ, სადაც აგზავნიან, უბრალოდ შემთხვევითობის გამოისობით ტომ კრუზი აღმოჩნდება ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად შეძლებს აი ამ სიტუაციაში ორიენტირებას. მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ ის სამხედრო ხელმძღვანელი ბრენდან გლისონის პერსონაჟი არის იმდენად წინ დახედული, რომ აი ამ ყველაფერს წარმოიდგენდა. თუმცა ფილმიდან გამომდინარე არ ჩანს, რომ ამ ადამიანს ეს გათვლა აქვს ზუსტად. ხო, თუმცა იქ დეზერტირადაც არის, ხო, შერაცხული ერთ-ერთ ეპიზოდში და ძალიან კარგად ხედავთ მის დაბნეული იერსახეს, რომელმაც საერთოდ არ იცის რა არის, როგორ უცნაურ კოსტიუმს მოირგებს, რომელიც ალბათ ბევრი თინეიჯერისთვის რაღაც აუცნებოა და ისურვებდა. ხო, აი იმ გადავიდეთ ახლა. კი ბატონო. კოსტიუმს. აქ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ პირველ რიგში, მე ვფიქრობ ხოლმე იმ საკითხებზე, ის საქმე, რომელიც არ ხელეწიფება ამა თუ იმ ადამიანს, ალბათ არ უნდა აკეთოს და არც უნდა დაავალოს ვინმემ, რომ ესა თუ ის საქმე აკეთოს და მე ამას შევხედე აქ აი ამ პირველ ეპიზოდში. თუმცა მივყვეთ მოვლენებს და უკვე როდესაც ჯარის და სამხედრო სიტუაციაში ხდება ხოლმე, ყველა ერთმანეთის დაჩაგვრას ცდილობს სამწუხაროდ და დაბულინგებას აი ამ სამყაროში და ხშირად ვიფიქრია, რომ მართლაც რა ხდება აი ამ სფეროში. მგონია, რომ ისე როგორც ეხცევიან ტომ კრუზის პერსონაჟს, არ უნდა მოექცნენ. ჩემი აზრით და არ არის ეს სწორი დამოკიდებულება და ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა აზროვნების ადამიანები, ეკლექტური საზოგადოება მის ირგვლივ არის შემოკრებილი, არიან მზად, რომ რაღაცას შეეწინააღმდეგონ, მაგრამ რეალურად არ შეესწევთ ძალა წარმოიდგინონ რას და ვის წარმოადგენს მათი მოწინააღმდეგე. ამ შემთხვევაში კიდევ დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს პირველ ეპიზოდს და ვთქვათ, რომ რეალურად კარგად უნდა შევისწავლოთ ვის წინააღმდეგაც ბრძოლობდა, საერთოდ ბრძოლა და ომი არ არის კარგი, მაგრამ როდესაც ეს საშიშროება დგება ჩვენს წინაშე, მაინც ჯობს რომ კარგად იქნა შესწავლილი ის სავარაუდო მტერი თუ საფრთხე. ნახეთ, ტომ კრუზის პერსონაჟი ცდილობს დაითხოვს დახმარებას, ხო? აუხსნან როგორ მოქმედებს ღილაკი, როგორ შეიძლება აღმოჩნდეს უსაფრთხო. ხო, არასწავლის, ხო, აქ რა ხდება რომ ითხრა, როგორ მე მგონია, რომ წლების შემდეგ, ან საუკუნეების შემდეგ დადგება ისეთი ერა, როდესაც კიდევ უფრო მეტად განვითარდება სამხედრო ტექნიკა და ეს ფილმიც აი ამის შესახებ გვიყვება, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს ადაპტირება ნებისმიერ ტექნიკასთან. თუმცა ამ შემთხვევაში დიდ დაბნეულობას აქვს ადგილი და ტომ კრუზის პერსონაჟი, რომელიც უნდა წავიდეს ბრძოლის წინა ხაზზე, არ იცის რას აკეთებს რეალურად, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანის სიცოცხლე სულ ერთია ვიღაც ფუნქციონერისთვის, რომელიც ომში უშვებს ისეთ პიროვნებას, რომელსაც ელემენტარული უნარჩვევა არ აქვს, როგორ მოიხმაროს ის ტექნიკა, რომელშიც ის არის ჩამჯდარი. ხშირ შემთხვევაში ჩვენ თუ დავაკვირდებით ჩვენი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს სამწუხარო რეალობას არის ასეთი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი რუსულ არმიაში იღუპება ისე, რომ არც კი იცის რა უნდა აკეთოს რეალურად საბრძოლო მოქმედებების დროს. მაქსიმალურად ბევრია ასეთი ადამიანის რაოდენობა და იმიტომ მოვიყვანე მაგალითისთვის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფილმიც გვიყვება მსგავს ისტორიას და ტომ კრუზი უკვე მეორე დილით შევა იმ საომარ მოქმედებაში, რომლის შესახებაც არაფერი იცის. და ფაქტობრივად ეგრევე რამდენიმე წამში ინსტინქტი აქვს, ხო, რაღაცნაირად და რამდენიმე წამში დაიღუპება, მაგრამ ჩვენ აქ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ტომ კრუზის პერსონაჟი ბილი კეიჯი არის იმდენად გონიერი, რომ მოიფიქრებს, როგორ უნდა გაუმკლავდეს ყველაფერ ამას. და თუ ის ტექნოლოგია არის განვითარებული, რომ ვირტუალურ რეალობაში თუ პარალელურ რეალობაში მას აქვს ახმისუნარი რა შეიძლება მოხდეს, დათვალოს ეს ყველაფერი მათემატიკურად და ყოველი წამი თუ წუთი აქციოს ისეთ მომენტად, რომ მაგალითად ვიღაც არ დაიღუპოს.
და ამ ფილმის სიკეთეც ალბათ ამაშია, რომ ადამიანები არსებობენ, ვინც გონიერებით უდგება ბევრ საქმეს და არა ცხელი გონებით. ალფა და ომეგა ვინ არის ახლა გარკვეულად და მარტივენაზე რომ ვკითხა? ალფა და ომეგა, ჩემი აზრით, მეტაფორულად გაწანილი მნიშვნელობით არის ის სახელმწიფოები თუ ადამიანები, ვინც ცდილობს ადამიანებს იმყუდროვე დაურღვიოს და ადამიანებმა, რომლებმაც შეიძლება ძალიან დიდი და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთონ თავის ქვეყნისთვის თუ მსოფლიოსთვის, რეალურად დროს ხარჯავენ ომზე. და მე მოვიყვანე, რუსეთი არის ერთ-ერთი მაგალითი ამის და ის მტრული სახელმწიფოები ზოგადად კაცობრიობის საწინააღმდეგოდ ვინც მოქმედებს იმ კუთხით, რომ ის ნიჭიერი ადამიანები გააცდინოს აი ამ საქმეზე. ის ალფა და ომეგაც არის ის ბოროტება, რომელიც სამწუხაროდ დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებობს და ებრძვის კეთილგონიერებას, ებრძვის პროგრესს, ებრძვის იმ სიკეთეს, რომელიც რეალურად უნდა არსებობდეს დედამიწაზე, მაგრამ მე მუდმივად ვფიქრობ იმაზე, რომ რატომ საიდან მოდით აგრესიულ ადამიანებს ის ბოროტება თავში, რომელიც შემდეგ რეალობად იქცევა ხოლმე. ადოლფ ჰიტლერი ავიღოთ და სხვა ადამიანები, ვინც დედამიწის დაპყრობას ცდილობდნენ. ზალ, თუ კი აი ამ განზომილებაშიც იმოქმედებდა მსგავსი წესები და მათემატიკური სიზუსტით გამოთვლედი და შეგეძლებოდა რაღაც სიუჟეტების შეგეცვალა, რომელ ეპიზოდს გამეორებდიან, რანაირი იქნებოდა თქვენი დღის განრიგი? სადაც ერთი ადამიანიც კი უმიზეზოდ და მიზეზითაც იღუპება, ყველა ამ ეპიზოდს შევცვლიდი და პირიქით ამ ადამიანების ძალისხმევას ალბათ მიმართავდი იქეთკენ, რომ არა თუ ომი იყოს, არამედ ის დაავადება თუ უბედური შემთხვევები, რაც ადამიანებს სამწუხაროდ ანადგურებს, ეს ყველაფერი აღმოფხვრილ იქნას და ამ ეპიზოდებს შევცვლიდი და ტომ კრუზის პერსონაჟი არის სიკეთის განსახიერება, რომელიც ცდილობს საზოგადოების აზრზე მოყვანას და ყველა იმ უკან გადმოხვევის ეპიზოდში ჩანს, რომ საზოგადოებას უნდა შეძინოს ის გამოცდილება, რის შედეგადაც არც ერთი ადამიანი აღარ დაიღუპება. რა სიუჟეტს ექნებოდა ფასი, თუ კი მასში ლამაზი ქალბატონი არ გამოჩნდებოდა? არანაირ. არანაირ, როგორ გოგადრა. გადავიდეთ ახლა მქერა ლამაზმაზე, ვინ არის ის ქალბატონი? რიტა ვრატასკი, ასე მახსოვს მის სახელი და გვარი არის მებრძოლი, რომელიც კარგად არის გაწვრთნილი და სიმბოლურია, რომ ხალი არის ეს პერსონაჟი, რადგან დღეს განსაკუთრებულად არის წამოწეული და ამას არც უნდა ჭირდებოდეს წამოწევა რეალურად, რომ ქალები მშვიდობის კუთხით უფრო მეტად აქტიურები არიან, ვიდრე მამაკაცები. და 2014 წელიც იყო რთული წელი, როდესაც ბევრი არეულობა იყო დედამიწის ზურგზე. და კარგად არის ეს პერსონაჟი წარმოჩენილი, რომელიც არის გაწვრთნილი იმისთვის, რომ შეეწინააღმდეგოს ბოროტებას. ბოროტებას შეეწინააღმდეგოს არა მარტო იარაღით, არამედ გონიერებითაც და იქ სულ ვარჯიშობს ეს ადამიანი და ეს სცენაც არაერთხელ მეორდება, როდესაც ტომ კრუზის პერსონაჟი გაიცნობს მას და უნდა რომ რაღაცნაირად წინ წასწიოს ეს საქმე და ამბობენ იქ სიუჟეტის მსვლელობის დროს, რომ მან არაერთი მოწინააღმდეგე მტერი დაამარცხა. ალბათ ყველა მანქანაზე თუ სარეკლამო ბილბორდზე ამ ადამიანის სახეც იმიტომ არის გამოკრული ემილი ბლანტის პერსონაჟის, რომ ის სიკეთეს განასახიერებს და ბოროტებას ებრძვის. თუმცა რამდენად შეიძლება სიკეთე იყოს, მაინც სხვისი განადგურება მტერი არის ის თუ მოყვარე შენი, მაინც სხვა ასაკითხია, მაგრამ ამ შემთხვევაში ის არის კარგი მებრძოლი, რომელიც ბევრ მოწინააღმდეგეს ანადგურებს. და რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, როცა ტომ კრუზის პერსონაჟი ემილი ბლანტი ერთ-ერთ ეპიზოდში ეუბნება, რომ როცა გამოფხიზდება, აუცილებლად უნდა იპოვოს, ანუ სად გადაიკვეთა მათი აურები, ემოციები თუ ენერგეტიკული სამყარო ერთმანეთს. ამ ეპიზოდში ჩანს, რომ ქალის და მამაკაცის ის დადგენილი ურთიერთობა, რომელიც სიყვარულს, მეგობრობას თუ სხვა რაიმე გრძნობას ეხება, უცვლელი იქნება მუდამ ყველა ეპოქაში და მე მიმაჩნია, რომ ასეც იქნება რამდენი წელიც იარსებებს
სამყარო. ამიტომ აქ კარგად ჩანს, რომ ვის წინააღმდეგაც არ უნდა იბრძოდეს ადამიანები, როგორი სიტუაციაც უნდა იყოს სოფლიოში თუ სოფლიოს გარეთ, თუ იქ ადამიანები და მსგავსი არსებები არსებობენ, სიყვარული და ის ურთიერთობა, რომლებიც ადამიანებს აკავშირებთ ერთმანეთთან, მუდმივად იქნება უკვდავი და ზუსტად ეს არის, რომ ალბათ რეჟისორის ჩანაფიქრი, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს დროზე, რომ ადამიანებმა ერთმანეთზე იფიქროს და სიყვარულზე იფიქრონ და იმ გარემომცველ სამყაროზე იფიქრონ, რომელიც მათ ირგვლივ აი ამ ძნელბედობის ჟამს ნადგურდება და სიკეთე გააკეთონ. ის სამეცნიერო აღმოჩენები გააკეთონ, რომელიც ადამიანებს გაუადვილებს ყოფას და არა პირიქით, რომ რაღაც ისეთი რთული მექანიზმები ააგონ, რომელიც უფრო ადვილად გაანადგურებს სამყაროს და მე მუდმივად წინააღმდეგი ვიყავი და ახლაც ვარ მასობრივი განადგურების იარაღის. აი ისეთი როგორც არის ატომური ბომბი და ბირთვული ბომბი და სხვა იარაღები, რომლებიც ზოგადად შეიქმნა სამყაროში განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში. ზალ, ასე გადაიკვეთება ეს ორი ადამიანი რაღაც თანამოაზრეთ, ხო? რომლებმაც იციან საერთო ენა მოკეთ მტრის დასამარცხებლად და ძალიან ბევრ სხვადასხვა ეპიზოდს გადიან, ხო? და ეს ლამაზი ქალბატონი ეხმარება, რომ რაღაცეები თავიდან დაიწყოს. იდეაში ცოტა მოსაწყენი არ არის, რომ რამდენი შეცდომაც არ უნდა დაუშვოთ, მისი გამოსწორების შანსი გვაქვს თუ გვინდა? გააჩნია სიტუაციასაც, ხო, როდესაც ადამიანების სიცოცხლეს ეხება ეს ყველაფერი, ალბათ არ დავზარდებით მათ, რომ ეს ყველა შეცდომა გამოვასწოროთ, თუმცა დაგეთანხმებით იმაში, რომ ყოველგვარ ადამიანურ ურთიერთობას ალამაზებს ალბათ ის უმნიშვნელო შეცდომებიც, რომელიც ხიბლს მატებს აი ამ ურთიერთობას. ამიტომ მგონია, რომ ამ შემთხვევაში რეჟისორმა ჩაიფიქრა ის, რომ ნაკლებად განადგურდეს სამყარო და ბევრმა ადამიანმა მიიყვანოს თავისი კუთვნილი სიცოცხლე ბოლომდე და რაც შეეხება იმ ელემენტარულ შეცდომებს, რომელიც შეიძლება არ ღირდეს, რომ უკან დაუბრუნოთ ეს ყველა ეს სიუჟეტი, ალბათ ამაზე არც გაამახვილებდნენ ყურადღებას. თუმცა რა თქმა უნდა, მოსაწყენი იქნება ყოფა, სადაც ყველაფერი ერთფეროვანია და ყველგან შეგვიძლია ყველა სიტუაციიდან გამოვძვრეთ და ამას აზარტი მოაკლდება ალბათ. კი. და ტომ კრუზი მოკეთ მოხიბლულია, ხო, როგორც ხვდები და ყველაფერს აკეთებს, რომ მისი გული მოიგოს, რაც იბლოკება ქალის მხრიდან და გარკვეული მიზეზიც აქვს ამას და საფუძველიც. ნუ ცოტა სასიყვარულო ურთიერთობებით საჭირო იქნებოდა ალბათ, ხო, როცა სამყაროს გადარჩენისთვის არის ამხელა ბრძოლა და ვაებატეხი. მე მგონია, რომ ადამიანურ ურთიერთობებს არ აქვს ალტერნატივა და ყველა სიტუაციაში ჩვენ უამრავი ფილმი გვინახავს, როდესაც აი ამ დროსაც გამოიძებნება ხოლმე ის პლასტები, რაც აკავშირებს აი ამ ადამიანებს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ემილი ბლანტის პერსონაჟი ამბობს, რომ საქმეზე უნდა კონცენტრირდნენ მაქსიმალურად და რაღაცისთვის არ უნდა დაკარგონ დრო და ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაცნაირად გავიგოთ. თუმცა ფილმის სრულობის დროს მაინც ხედავთ, რომ ემილი ბლანტის პერსონაჟს გული მოულბება ამ კუთხით და რაღაცნაირად მათი ცხოვრებაც ისე გაგრძელდება ალბათ მომავალში, რომ დაუკავშირონ ერთმანეთს ბედი. ძალიან რთული და ესეთი შემაჯამებელ ნაწილშიც რო გადავალთ, ესეთი სიუჟეტი არის, როგორ ამარცხებენ ისინი ალფას და ომეგას, რის ხარჯზე მოახერხეს ეს ყველაფერი და რაოდენ დიდ და ზებუნებრივ ძალას არ უნდა ფლობდნენ ადამიანები, ცოტა გაზრიადებულია, ხო, მოერიო სამხელაც. რა თქმა უნდა. სიკაშკაშეს, რომელიც ბოროტების სახით არის წარმოდგენილი. დიახ, თუმცა თუ ჩვენ გამოვალთ იმ საზრისიდან, რომ ადამიანი თვითონ იგონებს ხოლმე ბოროტებას და ეს ბოროტება არ იქნება რაღაც არამოწყვლადი და იქნება უცხო სამყაროდან მოსული, მაშინ ნამდვილად არის ეს ფანტასტიკის ჟანრი. მაგრამ ის დემონები, რომლებიც ადამიანს გონებაში უჩნდება და ეს დაადვილად დამარცხებადია, მაშინ ამას სრულიად რეალისტურად შევხედავთ და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაამარცხოს საკუთარ გონებაში დაბადებული დემონი. აი ჩვენ გადავხედოთ უახლოეს ისტორიას, რისთვის ხდება ხოლმე ის სისხლისღვრელი ომები, რომლებიც წარმოებს ჩვენს ირგვლივ. ძალაუფლებისთვის, საკუთარი თავის სიკეთისთვის მხოლოდ და არა კეთილგონიერების გამო. ხო? მეტი არანაირი პრობლემა არ არის და თუ ამ საკითხზე დაფიქრდება ადამიანი, ალბათ მე მგონი იმ არამიწიერ დემონებსაც დაამარცხებენ.
აი აქ რეჟისორმა კარგად წარმოაჩინა ის, რომ ადამიანს არათუ რაღაც საოცარის დამარცხება შეუძლია, ამას გააკეთებს ის აუცილებლად. და როცა ამხელა სიძნელეს ძლევს, მას უფრო ადვილად შეუძლია საკუთარ გონებაში წარმოქმნილი დემონის მოკლა. ამიტომ ეს ფილმი მგონია, რომ კარგი მაგალითია იმისა, რომ როცა არ აყავს ჩვენ რეალური მტერი უცხოპლანეტელების სახით, არ უნდა გამოვიგონოთ ისინი და არ უნდა შევქნათ ძალით ეს მტრის ხატები. სიყვარული ერთ-ერთი ხაზი არის ამ ფილმის, თუმცა როცა შემდეგ ტომ კრუზის პერსონაჟი კიდევ ერთ სიუჟეტს ცვლის, თითქოს გრჩება განცდა, რომ მას ახსოვდა, ხო, ეს ქალი, მაგრამ ქალი რაღაც ემილი ბლანტი ისე უყურებს, რომ რამ შეგაწუხა, რატომ აწყვეტინებ ვარჯიშს, აქ რა ხდება, იმის ქვეცნობიერი უფრო მოწესრიგებული აღმოჩნდა ტომ კრუზის. აქ მართლაც ფანტასტიკის ჟანრის სიტუაციას აგვაქვს ამბავი, მაგრამ ეს სიტუაცია ჩვენ გვეუბნება იმას, რომ ყოველი ცუდი რამ, რაც შეიძლება ჩვენ ზირგვლივ ხდებოდეს, მაინც შეგვიძლია მივცეთ დავიწყებას და გავისუფთავოთ გონება ცუდისგან და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ეს ყველაფერი. შეიძლება რეჟისორს ეს ჩანაფიქრიც ჰქონდა, რომ ის ყველაფერი ცუდი დაივიწყეს მათ. ვიღაცას ავიწყდება რაღაც ცუდი, მაგალითად ჩვენ შეიძლება დავიწყოთ, მაგრამ კონკრეტულ გიორგის არ დაავიწყდეს ეს ამბავი. ვიღაცას ცუდი კი არა, კარგიც ავიწყდება, რაოდენობით არ უნდა გავუკეთოთ ცუდს, რომ თავი დავანებოთ. დიახ, და ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც ადამიანები ვართ და ყველაფერი ადამიანური არის ჩვენთვის ბუნებრივი და აქ კარგად ჩანს, როდესაც ტომ კრუზ შეიძლება და არ დაავიწყდეს რაღაც, მაგრამ ემილი ბლანტს დაავიწყეს და გაისუფთავოს გონემ. იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს უფრო მეტად რთული და ცუდი სიტუაციები უფრო იზიდავს და ეს უფრო ამახსოვრდებათ ვიდრე სიკეთე, ესეც ბუნებრივი არის და ჩვენც ალბათ ამას უნდა შევეგოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხმლის და იმ იარაღების, რომელიც ამ ფილმში ჩანს, მათი დაყრისუფლება არ გვაქვს და ეს არ გვაძლევს იმის мотиваციას, რომ სიკეთე არ გავაკეთოთ. მაინც დაიმახსოვრებს ბუნება და ადამიანები ამ ყველაფერს და თუნდაც არ დაიმახსოვროს ჩვენი კრედო მაინც ესეთი უნდა იყოს. მაინც ესე გასაგებად მარტივ ენაზე რომ გითხრა, რისი თქმა სურდა რეჟისორს? ყოველგვარი ბოროტება არის დამარცხებადი და არა მარტო ამ რეჟისორს, შოთა რუსთაველსაც ხო სურდა, რომ მეთქვა. ხო შოთა რუსთაველმაც თქვა ეს ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელიაო და ალბათ ასე გაგრძელდება. მე მგონია, რომ სიმართლე მუდამ იმარჯვებს და ის რაღაც უსახურითო არარსებული არსებები, რომლებიც გვიტევენ, დემონები, მაინც დამარცხდებიან საბოლოო ჯამში და რეჟისორსაც ამის თქმა სურდა. თუმცა რეჟისორს უნდა მოეგო გული იმ ადამიანებისა, ვინც გაატაცებულია ფანტასტიკის ჟანრით და აი ბევრ ნაწარმოებს კითხულობს ლიტერატურულს, ბევრ ფილმს უყურებს და შეიძლება ახლა ჩვენ არ ვიყოთ ბოლომდე მოხიბლული იმ ცოტა ფანტასტიკის ჟანრით, რომელიც ადამიანების გონების ნაყოფია მართლაც და მაგრამ არსებობს ადამიანების დიდი არმია, რომელიც საზრდოობს ამით და ისიც გავიაზროთ, რომ ადამიანებს, როდესაც რეალობისგან გაქცევა უნდათ, აი ჩაუღრმავდებიან ხოლმე ასეთ ფილმებს და ბევრ სხვადასხვა ხერხს პოულობენ, კიდე რომ რეალობას გაექცენ და მე მგონია, რომ იმ ცუდი ხერხების გამოყენებას ისევ ფილმებს უყურონ და უკეთესი ადამიანები გავხდეთ ჯობს, ვიდრე რაღაც ცუდზე ვიფიქროთ. სამიზნე აუდიტორია ვინ არის ფილმის? ყველა. მართლაც შეიძლება ეს იყოს ანზორიც და გელა. ისე თქვენ რითმებზე გადახვედით და არის ვენებ. მაწვება ხოლმე ეს მუზეები. მუზეების შეგავება არ შეიძლება, ხო, დანაშაულია. 10 ბალიანი სისტემიდან რამდენი ქულას დაუწერდი ფილმს? ამ ჟანრის ფილმებს შორის 10 ქულას დაუწერ. თუმცა ტომ კრუზის პერსონაჟი, რომელიც ხშირად გადაარჩეს ხოლმე საზოგადოებას და დედამიწას, იმსახურებს კიდევ უფრო დიდ და დიდ ფილმებში მონაწილეობას.
ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი გადაცემის სტუმარი, მადლობა ამ ფილმისთვის, რომელიც როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩემთვისაც ძალიან ისეთ საყვარელ და სასულე ჟანრს არ წარმოადგენს, თუმცა მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება რომ მოსახლეობის ინტერესები დავაკმაყოფილოთ შიგადაში. ჩვენ ხო ეგოისტები არ ვართ და საკუთარ თავზე არ ვფიქრობთ. კარგ დღეს გისურვებ, შემდეგი ფილმი და ჯერი უკვე ჩემზეა, ვეცდები რომ არ შეგარწხვინოთ თქვენ და არ შევარწმუნოთ საკუთარი თავი და რომ ჟანრზე გავაკეთებ არჩენებას ჯერჯერობით ნამდვილად არ ვიცი, ასე რომ დაველოდოთ მომნელთა განვითარებას, კარგ დღეს გისურვებ და როგორც თქვენ იტყვით, ფილმები აკეთილშობილებს და ალბათ ყველა ფილმში და ნებისმიერ ფილმში შეიძლება ვიპოვოთ რაღაც ისეთი სიუჟეტი. აი ხორში შეგვიძლია ვიპოვოთ რაღაც სიკეთე. მაგალითად რომელი ეპიზოდი? ხორში. რომელი ეპიზოდი? ისეთი სიუჟეტებით არის დახუნძლული რომ ვერ გავარჩევ ერთ სიუჟეტს. თანამედროვეობის ერთ-ერთი საყვარელი ფილმია თქვენთვის. ნამდვილად. რამ განაპირობა როგორ ფიქრობთ თქვენი ასეთი სიყვარული ამ ფილმის? არ ვიცი, ალბათ რეალობის უფრო მეტად რეალისტურად აღქმა. მანდაც ხო დაახლოებით ფანტასტიკაა, ხო? გადაადგილების საშუალება, რომელიც გაფუჭრება, იქ დაკარგულ რაღაც ნაწილს ეძებს ბიჭუნა მომავალში. ესეც ფანტასტიკაა. აი როგორც ფიროსმანი იყო პრიმიტივიზმის და უბრალოების წარმომადგენელი, ზუსტად აი ასე არის გადმოცემული პრიმიტივისტულად და პრიმიტიულად ის დიდებული აზრები, რომელიც შეიძლება გადმოცემული ყოფილიყო მაგალითად მომავლის ზღვარში, აი ამ ფილმში. მე მეკონა ხორთანავერდი რაღაც პარალელს ისეც ახლა. და ვიფიქრე რაღაც არის რაღაც პარალელები და შეგვიძლია ამას ცალკე გადაცემაც დავუყო. კი, ნამდვილად ნებისმიერ ფილმში შეიძლება რაღაც დავინახოთ ისეთი, როგორ უნდა მოვიქცეთ და სულ მცირედ დავინახოთ ის, როგორ არ უნდა მოვიქცეთ. თავარია ჩვენ ვიზრუნოთ საკუთარი მეს განვითარებაზე. კარგ დღეს გისურვებ და ახლობით ერთი კვირით გემშვიდობები. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ნახვამდის. მადლობა თქვენ. ზალხონელიძეს მასპინძლობდი ეს გადაცემა შუოდღე ქუთაისშია. მე ნანა თევდორაძე ვარ, ლიკა ჩოგოვაძე მუშაობდა კადრს მიღმა. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად, გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ნახვამდის.